კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა დღეს მიღებული დამტკიცებული ხმათა უმრავლესობით ლისაბონში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე და ეს რეზოლუცია რამდენად მნიშვნელოვანია ალბათ ყველას ესმის საქართველოს და მხოლოდ საქართველოს მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია იმ პრობლემების კიდევ ერთხელ კაფიო და წარმოჩენისთვის რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში არსებობს ეს რეზოლუცია ამბობს რომ ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრობის პირობებში დასანანია, მაგრამ ეს ფაქტია და ხაზგასასმელია. გაჭირდება ქვეყნის ევროინტეგრაცია, ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროპულ ოჯახში. და რეზოლუციაში, რომელიც დღეს დაამტკიცეს, მორიგი რეზოლუცია, ეს არ არის პირველი რეზოლუცია, სადაც უკვე შავით თეთრზე საუბარია, რომ ოლიგარქები, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილის სახით უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს. Დიახაც არ ამგონია რომ ნორმალურ რეალობაში გასახარად ჰქონდეს ჩვენ საქმე, როდესაც დასავლური დემოკრატიული ქვეყნები, მათი წარმომადგენლები ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. მაგრამ როდესაც ევროპის კონტინენტზე რეჟიმი არის უკონტროლო და არ ექვემდებარება დემოკრატიულ წესწყობილებას და ამ რეჟიმის სულისჩამდგმელი არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, დიახაც აქედან გამომდინარეობს მთელი რიგი კასკადი რეზოლუციებისა, რომელიც გამოიცემა ერთი მეორეს მიყოლებით უკანასკნელი თვეების განმავლობაში. მე ვიმედოვნებ, რომ აი ეს ზეწოლა დასავლური წარმოუდგენელი მზარდი ქართულ ოცნებაზე მოვა თანხედრაში ქართული საზოგადოების ზეწოლასთან და ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება. დამარცხდება არა იმიტომ, რომ ეს იმისთვის მიზანია, დამარცხდება იმიტომ, რომ ქვეყანამ უნდა დაიმკვიდროს თავისი ისტორიული ადგილი ევროპულ სახელმწიფოებთან შორის.